მთავრობამ ფაქტობრივად აკრძალა 6 წლის ასაკავდე მანქანების შემოყვანა, ოღონდ ეს შემოვლითი გზით გააკეთა. განაცხადეს, რომ აუქმებენ იმ დადგენილებას, რომელიც გრძალავს ავტომობილების შემოყვანას, სამაგიეროდ აწესებენ ესეთ ბაზს, რომელიც აკრძალვის თვალსაზრისია. ვერ ამოქმედეს ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან უამრავი ავტომობილი არის დღეს ჩარჩენილი ზღვაში, ოკეანეში, მოდის ამერიკიდან, მოდის იაპონიიდან, უამრავი ფულია დახარჯული და უკმაყოფილება იქნებოდა ძალიან დიდი და აი ესეთი შემოვლითი გზით გადაწყვიტეს, რომ დააწესონ ისეთი ბაჟი, რომელიც ყოველგვარ სურვილსა და აზრს იქნება მოკლებული, რომ შემოიყვანო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანა. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მანქანის გამბაჟება, რომელიც ჯდებოდა 1700 ლარი, დღეს უკვე 1000 ლარი ღირს. 2000 ლარის ღირებულების მანქანის გამბაჟება სადღაც 11-12,000. ანუ რომ შემოიყვანო 6 წლამდე ასაკის მანქანა და რომ განაბაჟო, რაც დაგიჯდა უცხოეთში მანქანა, ერთი იმდენი აქ უნდა გადაიხადო, რაც რა თქმა უნდა ას ყოველგვარ არის მოკლებული. ეს დაახლოებით აი ესეა ტრამპი რომ იმუქრება, რომ აი 500%-იანი ტარიფი უნდა დაგიწესოთ და 500% ტარიფი ნიშნავს აკრძალვას იმპორტისას. მაგრამ ეს არის ლეშმაკური ხერხი, ვინაიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ვერ იჩივლებ, ვინაიდან ადმინისტრაციული აკრძალვა არის დაუშვებელი აი ამ WTO-ს კანონებით, მაგრამ სატარიფო რეგულირების უფლება აქვს ქვეყანას. და ამ შემთხვევაში კი არ გრძალავ, არამედ მაღალ ბაზს აწესებ, რაც აკრძალვის თვალსაზრისია. რატომ კეთდება ეს? ეს კეთდება იმისათვის, რომ ქართული ოცნების კლანმა და სამშენებლო ბიზნესმა გაანადგურა ქალაქები. თბილისი გახდა გაუვალი. ყოველ კუთხე კუნძულში შენდება კორპუსები. ცათამბჯენებს აშენებენ პირდაპირ პარკებში, აგერ იპოდრომთან, ორი ცათამბჯენი შენდება ტელევიზიის შენობასთან, აი აგერ აბრეშუმის ქარხანასთან ივანიშვილი აშენებს ცათამბჯენს ლაგუნავერას გვერდით. ანუ ქვეყანაში ქაოტური მშენებლობის შედეგად იზრდება და იზრდება ავტომობილების რაოდენობა და გადაწყვეტეს ახლა რომ ხალხმა ელემენტარულად ვერ შეძლოს მსუბუქი ავტომობილების შეძენა. რას მივიღებთ? მივიღებთ იმას, რომ საქართველოს გახდება დანგრეული ამორტიზებული კატალიზატორ დაცლილი მანქანების სასაფლაო. ვინაიდან ვერაფერი ჩანაცვლება ვერ მოხდება, ამ ასაკისას ვერ იყიდიან და იძულებული გახდებიან, რომ ძველი მანქანებით იარონ 10 და 20 წელიწადი. დღეს 20 წელზე მეტი ასაკის მანქანები ქვეყანაში დაახლოებით 25%-ია საავტომობილო პარკის. 6 წლამდე ასაკის მანქანები არის მხოლოდ 3% აი ამ მილიონზე მეტი მსუბუქი ავტომობილებიდან 3%. ანუ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლები არ იძლევა საშუალებას, რომ იყიდო ესეთი მანქანა, რომელიც ნორმალური იქნება, ცუდია 7 წლის, ან 8 წლის, ან 9 წლის, ან 10 წლის. იძულებულს ხდიან, რომ 10-ის კი არ იყიდო. არამედ რაც ყავს 10 და 20 წლის, აი ამეთ იარო მთელი ცხოვრება. ვინაიდან ვერავითარი შემოსავალი ვერ გაწვდება იმ ბაჟის გადახდას, რასაც რის დაწესებასაც ახლა ესენი აპირებენ. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ კორუფციული სამშენებლო პროცესებისა, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. და აი გამოსავალი იპოვეს, თურმე ქალაქში მანქანები უნდა შემცირდეს. ვინაიდან ის კორპუსები, რომელიც შენდება, ასე ვთქვათ, ელიტარული კორპუსები, სადაც ერთ ოჯახში ერთი მანქანა არ იქნება, იქ იქნება 3 და შეიძლება 2 და 4-იც. აი ასე რომ ამ გუნურ პოლიტიკას, რასაც რა თქმა უნდა შევცვლით და შეცვლის ხელისუფლება, ვინაიდან ამ ხელისუფლების კიდევ ერთი გადადგმული უგუნური ნაბიჯია. და სხვათა შორის უნივერსიტეტების კორპუსების გაყიდვის აზარტი რომ აქვთ და მაღალი კორპუსში სასტუმროს გახსნა უნდა წარმოგიდგენიათ მაღალი კორპუსში და აგერ ვაკეში უნივერსიტეტების კორპუსებში კორპუსების აშენება ისე როგორც მოხდა ვაკის პარკთან აგერ პირდაპირ ფიზიკულტურის ინსტიტუტი დაანგრიეს და დეპუტატის 2 ცათამბჯენი დგას. და აი ეს აზარტი მშენებლობებისა და უნივერსიტეტების ასე ვთქვათ სათვიოს ქონების ჩამორთმევისა სწორედ ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც ირიბად რა თქმა უნდა ქვეყანაში და თბილისში ცენტრში საავტომობილო პარკის ზრდას და
ქვეყნის ქალაქ-ქალაქში ფაქტობრივად კოლაპს იწვევს. ისევე როგორც ის უგუნური პოლიტიკა, რაც საავტომობილო მოძრაობის დაგეგმვის სახით დღევანდელი მერია ატარებს. და აი ამ კორუფციულ სქემას ეწირება იმ ადამიანის, ასე ვთქვათ, ინტერესი, რომ წლობის განმავლობაში ნაგროვები ფულით ოდნავ უკეთესი მანქანა იყიდოს, რომელზედაც არის დამოკიდებული მისი შემოსავალი. ბიზნესი იქნება თუ სამსახურში წასვლა. ასე რომ ეს გასაუქმებელია ეს დადგენილება და გაუქმდება თავის დროზე.